აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის წინასწარი დაგეგმვის პროდიუსერი არასამთავრობო ორგანიზაციებს ტელერადიო დეპარტამენტის მრჩეველთა საბჭოს დაკომპლექტების საკითხში ჩართულობისაკენ მოუწოდებს. ტარიელ ცეცხლაძე აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც აჭარის ტელევიზია ნეიტრალური მედია საშუალებად გამოცხადდა, მთავრობა და უმაღლესი საბჭო ფაქტით აღშფოთდა და ტელევიზიაზე ზემოქმედების განხორციელება დღეს კანონის გვერდის ავლით გადაწყვეტა. ცეცხლაძე აცხადებს, რომ უმაღლესი საბჭოს ქართული ოცნების ფრაქციების წევრები ბორდის დარჩენილი ორი კანდიდატის შევსებას მათთვის სასარგებლო კანდიდატურებით ცდილობენ. შეგახსენებთ, რომ უმცირესობას თავისი კანდიდატურების დამტკიცებისთვის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატთა 1/4 სჭირდება, რაც პოლიტიკური უმრავლესობის მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია. უფრო ცალ თემის შესახებ მთავარ გამოშვებაში ვისაუბრებთ. აჭარის ტელევიზიამ არსებობის 25 წლის მანძილზე პირველად წელს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის კვლევებში ნეიტრალურად გამშუქებელი ტელევიზიის სტატუსი მიიღო. აბსოლუტურად ნეიტრალურად აშუქებს წინასაარჩევნო კამპანიას და ზოგადად მიმდინარე მოვლენებს. სწორედ ეს აშფოთებს ახალ ხელისუფლებას. გამომდინარე იქედან, რომ კანონში კონკრეტულად მაუწყებლობის შესახებ კანონში კონკრეტულად არ არის გაწერილი ბორდის არჩევის შემდეგ, ანუ დარჩენილ ორ ვაკანსიაზე როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები, ცდილობს მართველი გუნდი, რომ ბორდში კანონის გვერდის ავლით დარღვევით მოახვედროს მისთვის სასურველი კანდიდატები. როგორც დღეს იურისტები ამბობენ, მარი ამ კანონში ხარვეზი, მე ვიმეორებ მათ სიტყვებს და თუ კი ამ ხარვეზით იმოქმედებენ, მაშინ რა თქმა უნდა ჩვენ საზოგადოებამ უნდა მივადევნოთ თვალხური მთლიანად ამ პროცესს.